მოგესალმებით, ვაგრძელებთ Adobe Photoshop-ის შესწავლას, ეს მეოთხე გაკვეთილია. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ menu ფაილის შესწავლას, როგორც გვახსოვს წინა გაკვეთილზე ჩვენ მიმოვიხილეთ new, ანუ ახალი დოკუმენტის შექმნის დიალოგური პანჯარა, ვისწავლეთ ეს დიალოგური პანჯარა, ვისწავლეთ პანჯარა open, როგორ ხდება მისი გამოძახება სხვა გზებითაც და დღეს გავაგრძელოთ სხვა ფუნქციების შესწავლა. შემდეგ მოდის browsing bridge და browsing mini bridge, ეს ახალი ფუნქციებია Adobe Photoshop CS5-ში, წინა ვერსიებში ეს არ იყო. და ეს ფუნქციები პრაქტიკულად დუბლირებული არის აქ ზემოთ ველზე, როგორც ხედავთ bridge-ის და mini bridge-ის გამოძახება აქედანაც შეიძლება და საშუალებას გვაძლევს გავხსნათ Photoshop-ის დამხმარე პროგრამები bridge, ასევე მისი შემცირებული ვარიანტი, ანუ Adobe mini bridge და მათი გარკვევა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მათი შესწავლა არ შედის Photoshop-ის კურსში, ამდენად გავაგრძელოთ შემდგომი ფუნქციების მიმოხილვა. ფუნქცია OpenAS. ფუნქცია OpenAS, რას ნიშნავს ფუნქცია OpenAS? ეს არის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მხოლოდ იმით განსხვავდება ფუნქცია open-ისაგან, რომ ჩვენ არა მოცემული ფორმატის მიხედვით ვიხილავთ. უბრალოდ აქ ჩვენ ვირჩევთ თუ რა ფორმატში გავხსნათ ჩვენი ფაილი, ანუ წინას არ შეგვიძლია მაგალითად ავირჩიოთ ფორმატი და მხოლოდ ამ ფორმატის ფაილებს გვიჩვენებს ჩვენი დიალოგური პანჯარა, რომელიც ამის შედეგად გამოვა. სხვა რამე სხვაობა მასა და ფუნქცია open შორის არ არის. შემდეგი ფუნქცია არის OpenAS Smart Object. აი აქ შევჩერდეთ ცოტა ხან თუ რა არის Smart Object. Smart Object ეს არის ფენა, რომელიც შეიცავს მონაცემებს რასტრულ და ვექტორულ გამოსახულებებზე. ისეთებზე, როგორიც არის ან Photoshop-ის, ან Adobe Illustrator-ის ფაილები. Smart Object-ები საშუალებას გვაძლევს შევინახოთ ობიექტების შესახებ მონაცემები, მათი ყველა ორგანული მახასიათებლით და სრულფასოვნად განვახორციელოთ შემდგომში აი ამ ფენების რედაქტირება. მათი სამუშაოების, მისი ძირითადი ფუნქცია არის რა? თუ ჩვენ მაგალითად გვინდა გავხსნათ ვექტორული გამოსახულება Photoshop-ში და ჩვენ მას უბრალოდ open ფუნქციის საშუალებით გავხსნით, ეს ვექტორული გამოსახულება აუცილებლად გარდაიქმნება Photoshop-ში ავტომატურად რასტრულ გამოსახულებად. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ მასზე ვიმუშაოთ როგორც ვექტორულ გამოსახულებაზე და არა როგორც რასტრულ გამოსახულებაზე, აუცილებლად უნდა ვიხმაროთ სწორედ აი ეს ფუნქცია OpenAS Smart Object. საერთოდ Smart Object-ები ძალიან საჭირო რამეა Photoshop-ში და როდესაც შემდეგ ჩვენ PSD ფორმატებში გვექნება ფაილები დასამახსოვრებელი, ეს სხვა არაფერია თუ არა იგივე PSD ფორმატში, ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ფაილის დამახსოვრებული ფაილების გახსნის ფუნქცია. შემდეგი პანჯარა არის OpenRecent. OpenRecent ეს არის უბრალოდ ფუნქცია, რომელიც იმახსოვრებს Photoshop-ის მიერ ავტომატურად იმ დოკუმენტებს, რომლებზედაც ჩვენ Photoshop-ის დახურვის დროს მუშაობდით, ანუ ჩვენს მიერ წინ ნამუშევა რამოდენიმე დოკუმენტს იმახსოვრებს და შესაბამისად გვერდზე პანჯარაში გამოდის ხოლმე მათი ჩამონათვალი იმისთვის, რომ თქვენ უფრო გაგიადულდეთ ამ დოკუმენტის მოძებნა, რომელზეც მუშაობდით და არ დაჭირდეს მას დიდხანს ძებნა. აქ ქვემოთ არის ფუნქცია წაშლა ამ დამახსოვრებული სიისა, რომელზედაც გაკუნებითაც ეს სია სუფთავდება და შემდეგ თავიდან იწყება მისი შევსება ხოლმე. შემდეგი ფუნქცია არის ფუნქცია close, ანუ დახურვა. და რა შეიძლება ითქვას ამ ფუნქციაზე? ეს არის ჩვეულებრივი ფუნქცია, რომელიც ხურავს დოკუმენტს. აი ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვივიდა დიალოგური პანჯარა, რომელიც ამ ვარიანტს გვთავაზობს, აქ რა ვქნა, შევინახოთ, ასე შევინახოთ, არ შევინახოთ, ასე როგორც ასე დავხუროთ, როგორც ყოველგვარი ზემოქმედების გაიშტო, შემდეგ საერთოდ გავაუქმოთ ეს ბრძანება და ამდენად ამაში გარკვევაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ანალოგიურად არის შემდეგ ფუნქცია close-l, რომელიც საშუალებას გვაძლევს აი ეს რამოდენიმე დოკუმენტი თუ გვაქვს ერთდროულად გახსნილი, ანუ რამოდენიმე ფაილი თუ გვაქვს ერთდროულად გახსნილი, ყველას ერთდროულად ჩახურვა მოხდეს. ანალოგიურად ისიც აი ესეთივე დიალოგურ პანჯარას გამოიძახებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დავიმახსოვროთ ეს დოკუმენტები და აი ასე შევინახოთ ისინი. არც ამ დახურვის
მენიუში არაფერი რთული არ არის, ამაზე ჩვენ დიდხანს არ გავჩერდებით. შემდეგი ფუნქცია მოდის close and go to bridge, ანუ აქ ეს ფუნქციაც ახალია Photoshop CS5-ში შედარებით, წინა ვერსიაში ის არ იყო. და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ დავხუროთ აი ეს ჩვენი დოკუმენტი, რომელზედაც მუშაობთ და ავტომატურად გაგვიხსნის შემდეგ პროგრამა Adobe Bridge-ს, რომ გავაგრძელოთ აი Adobe Bridge-თან მუშაობა. პრინციპში ეს ახალი ფუნქციაა, ეს ხელშესაწყობად დაემატა და არაფერი მასში ანალოგიურად რთული არ არის, არც ძალიან ხშირად გამოყენებული ფუნქცია ეს არ არის. ამდენად არც მასზე დიდხანს არ შევჩერდებით. რაც შეეხება შემდეგ ფუნქციას, ეს არის შენახვა, save, ეს ანალოგიურად ყველამ ვიცით ეს ნებისმიერი პროგრამიდან, დოკუმენტის შენახვის ფუნქციიდან, იგი იძახებს აი ასეთ დიალოგურ ფანჯარას, რომელიც ბევრად არაფრით განსხვავდება დაუშვათ იგივე Word-ის შენახვის დიალოგური ფანჯრისაგან. უბრალოდ ერთი სხვაობა აქვს Word-ისა და ამ დიალოგურ ფანჯარას შორის არის ის, რომ ჩამონათვალში აქვს სხვა ტიპის ფორმატებს გვთავაზობს Photoshop-ი, ვიდრე დაუშვათ Word-ი და აი ამ ფორმატებზე ჩვენ მე მინდა რომ შევაჩერო თქვენი ყურადღება ცოტა მეთხანს, თუმცა მოდი ეს ფორმატები ჩვენ მიმოვიხილოთ შემდეგი ფუნქციის, ანუ save as ფუნქციის საშუალებით, რომელიც ნიშნავს შევინახოთ როგორც ეს დოკუმენტი და სწორედ აი აქ ხდება ესეთი არჩევანის გაკეთება, თუ როგორ ფორმატში მოხდეს დოკუმენტების შენახვა. ანუ 4 ძირითად ფორმატს მოიცავს Photoshop-ი პირდაპირ გეტყვით, აქ ახლა სხვაებიც არის, თუმცა მე ყველაზე არ შევჩერდები რამდენადაც აი ამ თქვენთვის საწყის ეტაპზე სხვა ფორმატები ნაკლებად საინტერესო იქნება, გეტყვით 4 ძირითად ფორმატს. პირველი და ყველაზე მთავარი ფორმატი, რომელიც ახლა გააქტიურებულია, ეს არის Photoshop-ის ფორმატი PSD. PSD ფორმატი, რაც ნიშნავს PSD ფორმატი. ფორმატში PSD, თუ ჩვენ გვინდა რომ შევინახოთ დოკუმენტი და შემდგომში გავაგრძოთ ამ დოკუმენტის რედაქტირება, უნდა აუცილებლად შევინახოთ აი ამ ფორმატში. ამ დროს ინახება აბსოლუტურად ყველა მონაცემი დოკუმენტზე, ანუ გასაგებად რო გითხრათ, თუ რამდენიმე ფენა გვაქვს უკვე შექმნილი, თუ რაღაც ზემოქმედებას ვახდენთ ამ დოკუმენტზე და უბრალოდ რაღაც პარამეტრებიც კი გვაქვს მითითებული, ყველაფერ ამას ერთდროულად შევინახავთ ჩვენ აი ამ PSD ფორმატის საშუალებით და ეს რამდენად მნიშვნელოვანია შემდგომში თავადარწმუნდებით, იმიტომ რომ ამ ფორმატის გახსნის მერე ჩვენ პრაქტიკულად ვაგრძელებთ მუშაობა ზუსტად იმ მომენტიდან, რა მომენტშიაც შევწყვიტეთ ჩვენ აი ამ დოკუმენტზე მუშაობა. ამ ფორმატის დაკითხვა გავფრთხილებთ, რომ შეუძლია მხოლოდ თავად Adobe Photoshop-ს, Mini Bridge, Bridge, რამოდენიმე Adobe სხვა პროგრამას კიდევ და არც ერთ სხვა რომელიმე პროგრამას. ამდენად თუ თქვენ PSD ფორმატში შენახულ ფორმატს თვით რო გახსნათ რომელიმე სხვა ფორმატში, ან სადმე ატვირთოთ, ეს ცდელობა აბსოლუტურად კრახი დამთავრდება, არაფერი არ გამოვა, იგი იხსნება მხოლოდ აი ამ ფორმატებში, პროგრამებში. შემდეგი ფორმატი არის ფორმატი JPG. ფორმატ JPG-სთან მუშაობის დროს რა მინდა რომ გითხრათ, ეს არის ყველაზე მიღებული ფორმატი საერთოდ, რადგან ის იძლევა დოკუმენტის შემჭიდროების საშუალებას, მის დაპატარავების საშუალებას, თუმცა ამ დროს გარკვეულწილად ხდება ამ დოკუმენტის ხარისხის დაკარგვა, რადგან ხდება მისი პიქსელების შემჭიდროების ხარჯზე ხდება ამ ფორმატში დოკუმენტის შენახვა. და კიდევ ერთი მინუსი, რაც JPG-ს გააჩნია, ამ ფორმატს გააჩნია, არის ის, რომ მას არ შეუძლია დოკუმენტის გამჭვირვალე ფერების, გამჭვირვალობის შენახვა. იგი გამჭვირვალე, ყველა გამჭვირვალე მონაკვეთს ჩვენ დოკუმენტში გარდაქმნის თეთრ ფერად. თუ ჩვენ JPG ფორმატში შევინახეთ დოკუმენტი, რომელიც რაღაც გამჭვირვალე მონაკვეთებს შეიცავდა, შემდგომი მისი გახსნისას დავინახავთ, რომ ეს გამჭვირვალე მონაკვეთები შეცვლილი იქნება თეთრი ფერით. ეს JPG ფორმატის მინუსია, თუმცა JPG ძალიან ხშირად ხმარებადი ფორმატია და იგი მეტწილად გამოიყენება ხოლმე ფოტოებთან მუშაობისას, განსაკუთრებით, როდესაც ინტერნეტში მის ასატვირთად ვამუშავებთ ამ ფოტოს, იმიტომ რომ ზომები, ყველაზე მცირე ზომები სწორედ ამ ფორმატში მიიღწევა. შემდეგი არის PNG. PNG ეს იგივეა, რაც JPG პრაქტიკულად ფორმატი, ოღონდაც
აქ არის ერთი გამონაკლისი, ამ ფორმატს შეუძლია კონდეს ინფორმაცია გამჭვირვალობაზე და ამდენად ის უფრო ასე ვთქვათ სრულყოფილია ვიდრე JPEG. ანუ ჩვენ შეგვიძლია რაღაც მონაკვეთი დოკუმენტისა გამჭვირვალებთ ვაქციოთ და ის ასეთადვე შეინახება მისი გახსნისას, ის ასეთადვე დაგხვდება და მისი შემჭიდროება ამ დოკუმენტისა გათვალისწინებული არ არის პარამეტრებში, ამდენად ეს PNG ფორმატში უფრო დიდი გამოდის ხოლმე მოცულობით და ძალიან ხშირად ვებ საიტები უარს ამბობენ ამ ფორმატის ფაილის გამოსახულების ატვირთვაზე. ამდენად ის ნაკლებად გამოიყურება, თუმცა ძალიან აუცილებელი ფორმატი არის, როდესაც ჩვენ გამჭვირვალობასთან გვიხდება აი განსაკუთრებით მუშაობა. შემდეგი ფორმატი არის GIF-ი. GIF-ი ამ შემთხვევაში გააქტიურებული ჩვენ არ აგვაქვს და არ აგვაქვს რატომ? იმიტომ რომ GIF ფორმატის დროს ჩვენ უბრალოდ დოკუმენტი არ აგვაქვს ხა GIF-ისთვის საჭირო, თორე ისე გააქტიურდებოდა ეს ფუნქციაც. ეს გამოიყენება ისეთი გამოსახულებების შესანახად, რომელიც ანიმაციებს შეიცავს, ანუ რამოდენიმე კადრს შეიცავს, მოძრაობას შეიცავს. აი სწორედ ანიმაციური კადრის ფორმატი არის GIF ფორმატი, ამ წუთას ჩვენ ასეთი არ გვაქვს და ამიტომ ის არ ჩანს ჩვენს ეკრანზე და ფორმატი BMP ისევე როგორც JPEG ის გამოიყენება საბოლოო გამოსახულების შესანახად, მაგრამ ის არ იძლევა გამოსახულების შემჭიდროების საშუალებას არანაირად, შესაბამისად ის ინარჩუნებს იდეალურ ხარისხს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ფაილები გამოდის ძალიან დიდი მოცულობის BMP ფორმატში და წინებისგან განსხვავებით, ანუ ნებისმიერი ამ PNG ან JPEG-სგან განსხვავებით და შესაბამისად ისიც თუ ვებში გვინდა ჩვენ განვათავსოთ ჩვენი დოკუმენტი, ნაკლებად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი ფორმატია. თუმცა პროფესიონალურ საქმიანობაში BMP-s ფორმატი ძალიან საჭირო რამ არის და ძალიან ხშირად გამოიყენება. აი ეს 4 ფორმატი, რაზეც მინდოდა თქვენთან მესაუბრა ძირითადი გამოსახულებებისა, რასტრული გამოსახულებებისა და აქ შემდეგ მოდის ორი ესეთი პატარა ველი მოდის, ეს არის save option, ანუ დამახსოვრების პარამეტრები. ამ ჯგუფში შეიძლება მივუთითოთ ჩვენთვის საჭირო პარამეტრები. პირველი მაგალითად ასე copy რას აკეთებს ეს, შევინახოთ როგორც ასლი, იგი შეინახავს ფაილს როგორც ასლს და უბრალოდ აი აქ მის სახელს დაამატებს უბრალოდ სახელს copy. მისი გააქტიურებით, აი დაინახეთ, დაემატა get image copy და შემდეგ PSD დასახელება. სხვა მას რამე ესეთი განსაკუთრებული ფუნქცია არ გააჩნია. შემდეგ მოდის alpha channel, თუ ჩვენ alpha არხებზე გვაქვს ნამუშევარი Photoshop-ში, მაშინ იგი აუცილებლად აი ამ უნდა მოინიშნოს, ამ შემთხვევაში არა გვაქვს და ის აქტიური არც არის alpha არხები გამოყენებული ამ გამოსახულებასთან, რომელიც გახსნილია მიმართებაში. შემდეგ მოდის layers, ანუ ანალოგიურად ეს ფუნქცია მომავალში გვინდა დოკუმენტის დამუშავების გაგრძელება, ანუ თუ ფენებად არის ეს დოკუმენტი დაყოფილი, აუცილებლად ის უნდა აი ამ ფენობრივ რეჟიმში შევინახოთ, თუმცა ის ყოველთვის აქტიურია ხოლმე პრაქტიკულად Photoshop-ში, როცა PSD გამოსახულებებთან გვაქვს და თავისით აქტიურდება, ამიტომ ისი ცალკე მონიშნა აუცილებელი არ არის. აი ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ორი ფენა გვაქვს, პირველი ფენა და მეორე ფენა და შესაბამისად ეს ფენა უკვე აქტიური, ეს layers ფუნქცია უკვე მონიშნული დაგხვდა ავტომატურად. შემდეგ მოდის notes, ანუ ეს არის კომენტარები. იგი გამოიყენება თუ ამ ფაილზე სხვადასხვა ხალხი მუშაობს იმ შემთხვევაში და გვინდა რომ მათ რამე შეტყობინება დაუტოვოთ ამ ჩვენს ფაილთან დაკავშირებით. ანუ მაგალითად უცბად გვინდა რამე ჩავინიშნოთ და რომელიმე ტექსტური რედაქტორის გახსნა გვეზარება და უშუალოდ ტექსტის ჩაწერა სხვაგანსადმე გვინდა აქვე ჩავწეროთ ეს ტექსტი სწორედ გახსნის ასეთ ფაილს და ჩავიწერთ ამ ტექსტს და შესაბამისად სწორედ მაშინ აქტიურდება ხოლმე ეს ფუნქცია. Spot color, აქ პლანშეტური ფერები, ეს ოფცია აქვს თავაზობს შევინახოთ მონაცემები პლანშეტურ ფერებზე, რა არის პლანშეტური ფერები, ამაზე ახლა არ შევჩერდები. შემდეგ მოდის ფუნქცია color და ეს ფერები აქ შეიძლება ავირჩიოთ თუ როგორ შევინახოთ დოკუმენტი ფერთა პროფილით თუ მის სამ პროფილის გარეშე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი დოკუმენტი ერთნაირად გამოიყურებოდეს სხვადასხვა მონაცემების მონიტორებზე ხოლმე. აი ეს პროფილები ამის საშუალებაა, თუმცა ახლა ამაზე ჩვენ დაწურლებით რომ გავჩერდეთ და პროფილებზე ვისაუბროთ ძალიან შორს
წავალთ. ეს არის პრინციპში და შემდეგ ბოლო ველი ეს არის გაფართოება მთავრული ასოებით. მისი მონიშნვისგან არ მონიშნვის შედეგად ჩვენ უბრალოდ საშუალება გვეძლევა ჩვენი დოკუმენტის სახელი იყოს დიდი ასოებით გამოსახული ან პატარა ასოებით გამოსახული. მოკლედ ამაშიც არანაირი სირთულე არ არის თუ მანამაინც ჩვენ ახლა იდეა ფიქსი გვაქვს რომ დიდი ასოებით დავარქვა დოკუმენტს სახელი, მაშინ უბრალოდ ამ დოკუმენტს მოვნიშნავ და დავარქმევთ მას დიდი ასოებით სახელს. თუ ეს მონიშნული არ იქნება, ის არაფრით არ დაიმახსოვრებს დიდი ასოებით. აი ეს არის დღეს რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, გაგვიგრძელდა გაკვეთილი, გავედით ვიდეო ფორმატის გაკვეთილის დროის ფორმატიდან და ამდენად ამით დავამთავროთ, შემდეგ გაკვეთილზე კი განვაგრძობთ ჩვენი მენიუ ფაილის შესწავლას. კარგად გრძანდებოდით.